გორის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ მინი სტადიონზე დღეს გივი ხაჩიძის სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური შეხვედრები გაიმართა. ტურნირში მონაწილე 12 გუნდიდან ფინალში ერთმანეთს სამართალმცოდნეობისა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები შეხვდნენ. ანგარიში პირველ ტაიმში ამ უკანასკნელმა გახსნა, თუმცა რამდენიმე წუთში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის გუნდმა წონასწორობა აღადგინა. შეხვედრა ანგარიშით 6-5 დამთავრდა. გამარჯვება და ტურნირის გარდამავალი თასი მცირე და საშუალო ბიზნესის ადმინისტრირების წარმომადგენლებმა მოიპოვეს. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს კი შესაბამისი სიგელები გადაეცათ. სპორტული ცხოვრება უნივერსიტეტში ძალიან აქტიურად მიდის, თქვენ ნახეთ დღესაც მომსწრე იყავით, შესანიშნავი ფინალი იყო. მე ვიტყოდი, რომ თამაშის დონე იყო საკმაოდ მაღალი და ძალიან მიხარია, რომ სტუდენტები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ. მე მინდა მიულოცო გამარჯვებულ გუნდს, წარმატება, ჩემპიონობა და შევახსენო ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ეს იყო გივი ხაჩიძის სახელობის ტურნირი. ის შესანიშნავი ადამიანი იყო, რომელიც მთელი თავის ცხოვრების განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში გორის უნივერსიტეტში ამ ტრადიციას ქმნიდა და დღევანდელი დღე ამ ტრადიციის გაგრძელება არის და შევეცდებით, რომ მომავალში უკეთესი ტურნირები მოვაწყოთ. სპორტული ცენტრის ხელმძღვანელი სოსო ვაშაკიძის განცხადებით, ტურნირი უკვე მეორე წელია იმართება და მომავალში ტრადიციულ ხასიათს მიიღებს. ეს ტურნირი, რა თქმა უნდა, ტრადიციული გახდა, ყოველწლიურად გაგრძელდება და პიროვნება, რომელსაც იგი ეძღვნება, ნამდვილად იმსახურებს, რომ მისი სახელი უკტავ იყოს ჩვენი ახალგაზრდა და ჩვენი საზოგადოების წინაშე. სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტი ომარ ყაყიტაშვილი ამბობს, რომ წელს გამარჯვება ღირსეულმა გუნდმა მოიპოვა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის გუნდს გამარჯვებას ულოცავს. ღირსეული გუნდები გავუდინო ფინალში, მართლაც იყო შესანიშნავი მატჩი, ფინალური მატჩი და დამსახურებად გაიმარჯვეს უმაღლესი პროფესიული სასწავლებლის გუნდმა. ულოცავ ამ გამარჯვებას და უსურვებ წარმატებებს. გორის უნივერსიტეტის სტუდენტები იმედოვნებენ, რომ წელს წარმატებებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის გამართულ ტურნირებზეც მიაღწევენ.